თეატრის კულტურა. გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს სამშაბათია, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას იმედის კულტურა. მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი გახლავართ და სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, არ მიუსამძიმრო სრულიად საქართველოს ის მართლა შემიძლია დავარქვა ამას ტრაგედია, რაც წინა დღეებში გამოვიარეთ, გისემძიმრებთ ყველას. მე მინდა იმედი დავიტოვო, იმიტომ რომ წინ ძალიან საინტერესო დღეები გვექნება, როცა უნდა აირჩიოს წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი. მე არ ვიცი, ალბათ ასეთი ადამიანი თუ კიდევ სადმე არსებობს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მისი ესე ვთქვათ თვისებების ნახევარი მაინც ექნება იმ ადამიანს, ვინც გახდება ჩვენი ეკლესიის საჭეპყრობელი და კიდევ ერთხელ უცბელად გისამძიმრებთ ყველას. რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ ეთერს, ჩვენ დღევანდელ გადაცემას, ეს არის თეატრი და კულტურა, ეს უდიდესი თემაა განსახილველად, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ვერ ჩავატიოთ დღეს ჩვენი გადაცემის ფორმატში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ დაუბრუნდებით ამ თემას. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ თეატრცოდნე ქალბატონი ანანო მირიანაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო. გამარჯობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ, რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად და დრო რო არ დავკარგოთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, პირდაპირ კითხვით დავიწყებ, არ დავარღვევ ტრადიციას, წავიდეთ ცოტა ისტორიაში, დავიწყოთ ისტორიით. საბოლოო ჯამში ალბათ ყველა პროფესიაზე მიწევს ამის თქმა, რომ ყველა პროფესია უძველესია. და შეიძლება ასე არ ერქვა რაღაცა თეატრი, ხო, მაგრამ უკვე იყვნენ შეიძლება იმ ადამიანების სახიობები დავარქვათ, სადაც უკვე პერფორმანსი იმართებოდა, ხო, საიდან მოდის ეს ყველაფერი, აი, სანამ თუ შეიძლება ასე ვთქვათ, პროფესიულ თეატრამდე მოვალთ ჯერ, ხო, აი, სადაც გადაიქცა ეს თეატრი, სიტყვა საიდანაც წამოვიდა, მანამდე რა ხდება? მანამდე ხდება ანტიკური საბერძნეთი, სადაც არის თეატრის დაბადების ადგილი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის არის ათენი და ანტიკური ეპოქა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეატრის დაბადების დღეც ესე უხეშად შეგვიძლია განსაზღვროთ, ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 534 წელი, როდესაც ერთ-ერთმა ათენელმა დრამატურგმა, მას ერქვა თესპიდი, სამწუხაროდ მისი პიესები არ არის შემორჩენილი, მაგრამ თვითონ ფაქტი ვიცით, რომ მან დადგა თავისი ტრაგედია. იმ დროს პროფესია რეჟისორი არ არსებობდა და ეს პროფესია ძალიან დიდი ხანი არ არსებობდა 19 საუკუნეში დაიწყო ჩანასახი, ასე ვთქვათ, ამ პროფესიის და მაშინ დრამატურგები თვითონ დგამდნენ თავიანთ სპექტაკლს, თავიანთ პიესებს და აი თესპიდმაც დადგა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც მოვიდა ჩვენამდე. რასაკვირველია, მანამდე იქნებოდა უამრავი საინტერესო რამ, რაც მე იმედი მაქვს, რომ უცებერთ ჩვენი ერთ დღეს რაღაცას გამოთხრიან კიდე რაღაცა აღმოჩნდება და იმიტომ რომ აი რაც თქვენ ბძანეთ ის ფაქტი, ხო, ეს ხო არ არის ესე რომ ადამიანმა დაიძინა ღამეს, გაიგვიძა და უსმოთ ხო დადგა რაღაც, ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და საინტერესო. ზოგადად ყველა თეატრალური ფორმა, ყველა ცივილიზაციაში მაინც ეფუძნება გარკვეულ რწმენა წარმოდგენებთან დაკავშირებულ რიტუალებს. საქართველოში მაგალითად ის იყო ბერიკაობა, ყენობა, ჯერ კიდევ წარმართულ ეპოქაში, ნიღბოსნური თეატრი, რასაც ეფუძნება, რა თქმა უნდა, დღევანდელი ქართული თეატრი, თუმცა ეს არის ერთგვარი ნაზავი. დღეს ჩვენ რა თეატრიც გვაქვს, ეს არის ნაზავი, თუნდაც ჩვენი წარსულის, ჩვენი ტრადიციების და ასევე თუნდაც ანტიკური თეატრის, რომ სადაც ასე ვთქვათ, ჩაისახა და შეიქმნა ის პირველი პრინციპები და ეტაპები, როგორი უნდა იყოს სპექტაკლი, როგორი უნდა იყოს პიესა, რამდენი ნაწილისგან შედგება და ასე შემდეგ. რატომ გახდა აუცილებელი, რომ აი რაღაცა სახე ეცვალა, აი ამ მოდი დავარქვათ ამას სანახაობებს, ხო? ამას თეატრს ვერ დავარქვათ სანახაობებს და რატო არ შეიძლებოდა მაგალითად ეს გაგრძელებულიყო ისე სანახაობრივად, იმიტომ რომ ადამიანი მაინც მიიღებდა რაღაცა სულიერ სიამოვნებას, რაღაცა გვატირებდნენ, გვაცინებდნენ, რატო არ შეიძლება ეს მაგალითად ესე გაგრძელებულიყო? რატომ გახდა აუცილებელი, რომ ეს რაღაც, ესე ვთქვათ, თავის ტაძრები უნდა ქონოდათ პატარა თეატრის სახით და იქ გადაენაცვლა ამას ყველაფერს? თეატრი სულ იცვლის ფორმას, ნუდმევად ჩვენც ახლა მე მაგალითად დღესაც ჩემთვის ძალიან საინტერესო, მგონია რომ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობ, იმიტომ რომ თვალსაჩინოდ ხედავ როგორ იცვლის თეატრალური ხელოვნება ფორმას. რასაკვირველია, ასე იყო ძველ საბერძნეთშიც და სხვა ცივილიზაციებშიც.
თუნდაც მაგალითად ის ცვლილება რაც განიცადა თვითონ პიესის სტრუქტურამ და ფორმამ, ხო? თავიდან მთელი მოქმედება მიმდინარეობდა უწყვეტად, რამდენიმე საათის განმავლობაში და როგორც კი რომის იმპერია შემოვიდა უკვე და დაიპყრო რომმა ბევრი სხვადასხვა ქვეყანა, ხო? იქ დაიწყო პიესების დაყოფა მაგალითად 5 მოქმედებად, ანუ ეგრევე შემოვიდა რაღაცა ცვლილება და სიახლე. თავისთავად დროს მოაქვს ყველაფერი ალბათ და საზოგადოებასაც და პოლიტიკურ და სოციალურ ატმოსფეროს თვითონ ამა თუ იმ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ დღეს რომ ვნახოთ ანტიკური წარმოდგენა, რადგან ჩვენის წარმოგვიდგენია, ხო, როგორიც იყო დაახლოებით, ძალიან რთული იქნება ამის ყურება 21 საუკუნეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი პერიოდში, როცა უკვე თეატრი როგორც თეატრი ასე წარმოჩინდა, უკვე აღარ უყურებდნენ სერიოზულად იმ სანახაობებს, რაც მანამდე ხდებოდა, ხო? ნუ ეს ბუნებრივია, რომ ის უკვე აღარ ითვლებოდა რაღაცა დონეთ, იმ დონეთს, რომ ეს ამას გადაენაცვლა მაგალითად შენობის შიგნით თუ ამფითეატრი თუ რაც იყო, როგორც იყო მაშინ, ხო? საიდან ჩდება უკვე პროფესიული თეატრები? პროფესიული თეატრები უფრო აქეთ ჩვენკენ უნდა ვეძებოთ ანტიკური და რომაული პერიოდის შემდეგ საკმაოდ ისეთი შუა საუკუნეებში დიდი წყვეტა არის, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით, თუმცა სადღაც უკვე გვიან შუა საუკუნეებში და აი აღორძინების ეპოქაში ახლა მოგეხსენებათ შექსპირი, თუნდაც მხოლოდ ერთი შექსპირი რო დავასახელოთ, ესეც საკმარისია. ჩვენ შეიძლება უკვე ვთქვათ, რომ ეს არის ერთგვარად პროფესიული თეატრი, რადგან ეს მსახიობები საგანგებოდ იწვრთნებოდნენ ამ საქმისთვის ეს უკვე პროფესია იყო მაგ დროს? პროფესია, რომელიც ნაკლებად პრესტიჟული. ეს რა თქმა უნდა. ეს რა თქმა უნდა. არც თუ ისე პრესტიჟულ პროფესიათა რიცხვში შედიოდა. ჩვენთან მაგალითად საქართველოში, ხო, ეს ყველაფერი დაკავშირებული არის უფრო ევროპული კულტურის შემოსვლასთან, რადგან როგორც იცით, როდესაც საქართველო იყო მეფის რუსეთის ნაწილი, მაშინ იკრძალებოდა ყველაფერი ქართული, მათ შორის ქართულად საუბარი განსაკუთრებით სცენაზე და აი როგორი რთული გზა გაიარა ქართულმა თეატრმა იქამდე, რომ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელმა აღდგენილი მუდმივი მოქმედი ქართული თეატრი, როდესაც უკვე აღორძინეს, აი ამ გზიდან, ამ დროიდან გვაქვს ჩვენ უწყვეტობა, ასე ვთქვათ, ქართული პროფესიული თეატრის, თუმცა იმ გაგებით, რასაც ჩვენ დღეს ახლა პროფესიონალებს ვეძახით, ხო? უმაღლეს დამთავრებულ დიპლომირებულ სპეციალისტებს, ხო? მაშინ ასე არ იყო რასაკვირველია, იმიტომ რომ არ იყო ჩვენთან თუნდაც თეატრალური სასწავლებელი. თეატრის და კინოს უნივერსიტეტი, ხო, სულ რაღაც 100 წლის არის. და ამიტომ სად იღებდნენ განათლებას ეს ადამიანები? ზოგი მიდიოდა საზღვარგარეთ და იქ იღებდა განათლებას, თუნდაც მაგალითად კოტე მარჯანიშვილი, რომელიც ხო ჩამოვიდა და თვითონ გახდა ყველას მასწავლებელი, ასე ვთქვათ, ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო პროფესიული სწავლება ჩვენში, თუმცა ასევე იყო გიორგი ჯაბადარი, აკაკი ფაღავა. ისინიც დასავლეთში, მათაც დასავლეთში მიიღეს განათლება და ცდილობდნენ, რომ ის ცოდნა და ტრადიციები გამოცდილება ჩამოეტანათ აქ და მგონი კარგადაც გამოვიდეთ, იმიტომ რომ ის ცოდნა კარგად შეერწყა, ასე ვთქვათ, იმ საფუძველს, რაც აქ იყო უკვე მომზადებული. რა თქმა უნდა. საქართველოში. ნუ თქვენ ახსენეთ რუსეთის იმპერია, ასევე ჩვენ ვერ ავწდებით იმ პერიოდს, რასაც საბჭოთა პერიოდი ქვია. რა უქნეს ქართულ თეატრს და თეატრალებს, ახლა ამაზე არ დავიწყებ საუბარს, ეს ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რამდენი გენია უბრალოდ არაფრის გამო შეიძლება ითქვას, რომ მათ წაართვეს სიცოცხლე. მოდი ვთქვათ, რა გარდა ამ ფაქტებისა, რა წაართვა საბჭოთა პერიოდმა ქართულ თეატრს და ობიექტურობისთვის ვთქვათ, რა მისცა ქართულ თეატრს. გამიჭირდება აი პროცენტულობის განსაზღვრა ამ შემთხვევაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი რამ მისცა კიდევაც. და ბევრი წაართვა. რა თქმა უნდა, წაართვა ის რომ იყო გარკვეული პერიოდი საერთოდ ეროვნული და ქართული არ შეიძლებოდა რომ გაჟღერებულიყო და მხოლოდ ოდნავი დათბობის პერიოდში უკვე შესაძლებელი გახდა რომ ესაუბრა ქართულ თეატრს უფრო ქართულ თემებზე. თუმცა მისცა თუნდაც საინტერესო თეატრალური სკოლა.
დრამატურგია და თეატრალური ტექსტები, როგორც ახლა ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ მათ, რადგან საქართველოში შემოდიოდა მხოლოდ რუსული პიესები და რუსულად თარგმნილი კი ბატონო ლიტერატურა. თუმცა ენა ქართული იყო თავიდანვე, ხო? თავიდანვე ქართული იყო. თუმცა არსებობდა აი მაგალითად მოზარდ მაყურებელთა თეატრი, როდესაც დაარსდა, ხო, ვიდრე ქართული დაარსდებოდა თბილისში დაარსდა რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრი და ეს ორი თეატრი ასე ვთქვათ, ერთად მიუყვებოდა ამ გზას ძალიან მრავალი წლის განმავლობაში და თითქმის იდენტური რეპერტუარი ჰქონდათ მაგალითად, რაც იდგმებოდა რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ის ხშირად იდგმებოდა ხოლმე ქართულში და პირიქითაც. ანუ ეს პიესები მაგალითად თუნდაც გიორგი ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა ან და ნაცარქექია მაგალითად ეს ქართული პიესა გახდა ისეთი პოპულარული რომ რუსულად ითარგმნა და ყველა საკავშირო რესპუბლიკაში დაიდგა. ანუ ეს იყო რაღაცა გაცვლა გამოცვლის მომენტი იყო რა თქმა უნდა ამ კულტურებს შორის. მერე უკვე მოგვიანებით უფრო 70-იან 80-იან წლებში ხო ვიდრე დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი რეჟისორები ოდნავ მეტ თავისუფლებას გრძნობდნენ რა თქმა უნდა ვიდრე 30-იან და 40-იან წლებში. მაგრამ აქაც იყო რაღაცა გარკვეული პრობლემები, ცენზურა, ჩარევა უხეშად რეპერტუარში. თუმცა ბრძოლა ყოველთვის იყო. შეიძლება ეს არ ყოფილიყო რაღაც ეს სწორხაზოვანი და პლაკატური, მაგრამ შემოვლითი გზებით, იგავური ენით, სხვადასხვა ზოგჯერ კომპრომისებზე წასვლითაც ქართული თეატრი მაინც ცდილობდა რომ მას ქონოდა ქართული ხმა. მოდით ვისაუბროთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, თქვენ შექსპირი ახსენეთ, ჩვენ შეგვიძლია სხვა ეპოქებიც ავიღოთ. თუნდაც მართველები ავიღოთ სხვადასხვა ქვეყნებისა, რომლებიც ესე ვთქვათ, გატაცებულები იყვნენ რეჟისორობით, ამ მსახიობობით, უამრავი იყო ასეთი. მაგრამ მაინც ყველა რაღაცა თავის გავლენას ცდილობდა თუნდაც არაპრესტიჟულ იმ პერიოდში, არაპრესტიჟულ მსახიობებზე და თეატრზე ან წარმოდგენებზე, თუ ასე შეიძლება ითქვას. აღარაფერს აღარ ვამბობ რუსეთის იმპერიაზე და საბჭოთა პერიოდზე. რატომ მოექცა ეს? ნუ კინო, ეს გასაგებია, ჟურნალისტიკა, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა სტუმრებთან ერთად, მაგრამ აი თეატრიც, რატომ გახდა თეატრიც მათი სამიზნე? პროპაგანდის. ჯერ ერთი იმიტომ რომ თეატრი ეს არის სიტყვა პირველ რიგში და სიტყვა რომელიც ისმის სცენიდან და ეს არის თან სიტყვა პლუს ემოცია. რატომ არის რომ დავუშვათ ერთი და იგივე ნაწარმოები შეიძლება წაიკითხო ნაწარმოები, შეიძლება ნახო ის კინოში, ნახო იგივე ნაწარმოების სცენაზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სცენიდან ნანახს გაცილებით უფრო დიდი ემოცია მოაქვს და დიდი შთაბეჭდილება. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ემოციის და ცოცხალი ემოციის ისეთი ურთიერთგაცვლა, რომელიც მაყურებელზე ძალიან მოქმედებს. ვფიქრობ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, ზუსტად რომ თეატრი იყო იარაღი, ხშირად პოლიტიკური იარაღიც, სხვადასხვა ავტორიტეტების ხელში და ამ იარაღით, მაგალითად, თუნდაც შეგვიძლია მმართველებზე არ ვისაუბროთ, მაგრამ ვისაუბროთ ეკლესიაზე, რომელმაც შუა საუკუნეებში, საიდან გაჩნდა ლიტურგიული და ნახევრად ლიტურგიული დრამა, ხო, ეკლესიის მსახურები მიხვდნენ, რომ სიტყვა იყო მნიშვნელოვანი იარაღი და ამბების მოყოლა თუნდაც ბიბლიური და სახარებისეული ამბების მოყოლა მრევლისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რამდენ ჯერ ეკლესიაში განათლება იყო უბრალოდ რომ იმიტომ რომ მათ არ ესმოდათ ის ენა, რაზეც წირვალოცვა მიმდინარეობდა, ლათინური არ ესმოდათ და რთული იყო მათთვის ამ ამბების გაგება და დაიწყეს მარტივი ენით მაყურებლამდე, მრევლამდე რაღაცა ამბების მიტანა. ეს ჩემთვის ახლა ეს ძალიან საინტერესო ფორმა არის, რომ წარმოვიდგენ როგორი შეიძლება ყოფილიყო მაშინდელი თეატრი, ხო, ეხლა შეიძლება ჩვენთვის ძალიან პრიმიტიულია ეს ყველაფერი, მაგრამ დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენდა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა აქედან გადმოსახედან იმასაც ვერ ვიტყვით, რამდენად პრიმიტიული იყო. შეიძლება რაღაც შედევრებიც იდგმებოდა, ხო? არ გამორიცხავთ ამას და აქვე მინდა გკითხოთ, რადგან ამ თემას შევეხეთ, თქვენი პროფესიის შესახებაც, იმიტომ რომ თქვენი პროფესია ითავსებდა მაშინ უბრალო მაყურებელი, ხო? როცა ვთქვათ, სრულდებოდა რაღაც წარმოდგენა, გამოდიოდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებას.
ვიღაცებს ნივთებსაც კი ესროდნენ, ანუ ეს იყო გაფუჭებული, ბოსტნეული და ასე შემდეგ, რო არ მოწონდათ წარმოდგენა. აი თქვენი პროფესიის აუცილებლობა როდის ჩნდება და როდის შემოდის უკვე და რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჩვენს პროფესიას ითავსებდნენ ზოგჯერ დრამატურგებიც, ან ის ხალხი, უბრალოდ ჟურნალისტებიც ხანდახან, კი ბატონო. კი, ან უბრალოდ თვითონ ის ხალხი, ვინც დგამდა სპექტაკლებს, ვინც მონაწილეობდა ამ სპექტაკლებში, თავიდან ეს იყო, ასე ვთქვათ, აი ზოგჯერ ინფორმაციის ჩაწერის, ან რაღაცა თეორიული ნაზრევის გაზიარების სურვილი, მსჯელობა, ფილოსოფიური მსჯელობაც ხელოვნების, ესთეტიკის, შემოქმედების რაობაზე და უკვე მოგვიანო პერიოდში ჩნდება უკვე ცალკე პროფესია, ასე ვთქვათ, ესე კრიტიკოსი. ესეც მიბმულია, ასე ვთქვათ, აი პროფესიულ განათლებასთან, რაზეც წეღან ვისაუბრეთ. თუმცა აი დღეს მაგალითად ძალიან ბევრს კამათობენ და მსჯელობენ, რომ დღეს საჭიროა თუ არა ეს პროფესია. და საჭიროა თუ არა დღეს ეს პროფესია, მეც გეკითხები, მაგრამ დაინტერესდი მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, თუმცა ამ პროფესიის გადააზრება არის ასევე საჭირო, რადგან თავის დროზე მაგალითად თეატროდნე და კრიტიკოსი იყო ის ადამიანი, ვინც აღწერდა, იწერდა, ასე ვთქვათ, მთლიანად სპექტაკლს. როდესაც არ იყო რადიო, არ იყო ტელევიზია, არ იყო კამერა და ამის დაფიქსირება შეუძლებელი იყო. ამიტომაც არის ისეთი ვრცელი მათი სტატიები და წერილები, რომ ისინი აღწერდნენ ყველგან, აი იქ დგას სკამი, ამან ასე გაიხედა, გამოიხედა, ძალიან დეტალური იყო ეს. თუმცა დღეს ძალიან ბევრი უნდა ეძებო ალბათ, რომ მიაგნო რამე, ესე ვთქვათ, სპექტაკლზე დაწერილ, ვთქვათ, რეცენზიას იგივე, ხო, რაღაცა არის რაღაცა პროფესიული ჟურნალი და გაზეთები კიდე გამოდის, მაგრამ ეს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ხო? თუნდაც დღეს აი რატო აღარ არის ან თუ ვწდები, შეგიძლიათ შემისწოროთ, უბრალოდ ჩემას ვამბობ ახლა და მეც არაფერს, მე ასე მგონია, რომ თვითონ კრიტიკის არსი და შინაარსის დაკარგულია დღეს, ანუ არ ვერ ხვდებით რა არის გაკრიტიკებული, კრიტიკას რო გულისხმობ, აქვე მინდა ჩვენ მაყურებელ და მსმენელს უთხრა, კრიტიკა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც ცუდი იყო სპექტაკლი, კრიტიკა ზოგადად ნიშნავს, რომ შეიძლება კარგიც დაწერო, მაგრამ რატო დაიკარგა ის? თუ არ დაიკარგა, მითხარით, რომ არ ვარ მართალი. იცით რა, მთლად არ დაკარგულა, თუმცა როგორც ჩვენს ჩვენი ხმა ისე არ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს. მე აი ესე მსმენია ჩემ წინაპრებისგან, რომ ადრე, როდესაც გამოდიოდა სპექტაკლი და მეორე დღეს ელოდებოდნენ ჟურნალ-გაზეთებს, რადგან ჯერ ერთი ეს კრიტიკოსები ავტორიტეტები იყვნენ ამ მსახიობებისთვის და თეატრებისთვის. დღეს როგორც ჩანს, ეს ცოტა მორღვეულია ეს ამბავი. გარდა ამისა, თვითონ აი უნდა განისაზღვროს ვისთვის არის ეს კრიტიკა, ადრესატი უნდა განისაზღვროს. როდესაც მე ვწერ სპექტაკლზე, მე ამას ვწერ რეჟისორის გასაგონად, მსახიობების გასაგონად, თუ მე ამას ვწერ მაყურებლისთვის. პირადად ჩემთვის დღეს ასე რომ როდესაც მე ვწერ რეცენზიას, შეიძლება ეს იყოს დადებითი კრიტიკა, შეიძლება იყოს ეს ძალიან მკვეთრი კრიტიკა, არ აქვს მნიშვნელობა. მე ამას ვწერ მაყურებლისთვის, რომელიც შეიძლება ის წავიდეს სპექტაკლზე, მისთვის რაღაცა საკითხები დარჩეს გაუგებარი კითხვის ნიშნით და შემდეგ დავუშვათ, თუნდაც ჩემი რეცენზია დაეხმაროს მას რაღაცის გარკვევაში. აი ეს ამიტომ ამბობ, რომ ბევრი რაღაც არის ხელახლა გადასაზრებელი ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ალბათ არა მხოლოდ თეატრალური კრიტიკის პრობლემა არის ეს დღეს და მგონია, რომ ზოგადად ყველა სახელოვნებო სფეროში არის ეს. გეთანხმებით. მე მაქვს ესეთი ტრადიცია დავნერგე ჩემს გადაცემაში, როცა ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხები, უბრალოდ ჯერ ვეუბნები, რომ რა თემაზე ვსაუბრობ, პროფესიით ვიმყავს სტუმარი და შემდეგ ვთხოვ მას, რომ ერთი კითხვა დასვას მან, რომ მივიტანო ანუ ჩვენ სტუმრამდე. ხანდახან რა თქმა უნდა ეს არც თუ ისე სერიოზულად ეჩვენებათ ხოლმე ჩვენ სტუმრებს, მაგრამ ხანდახან ძალიან საინტერესოა. და კითხვა მოკლედ ხელოვნური ინტელექტისგან, რომელიც თქვენთან გამომატანა. მოკლე კითხვა დასვა, თუმცა მე შემიძლია განვავრცო, რას გულისხმობს და მე მომეწონა ეს კითხვა. სად დაიკარგა დეკორაციები? და კარგი კითხვა. მეც ასე მგონია, იმიტომ რომ დღეს თეატრი იქნება ეს სპექტაკლი თუ ოპერისა და ბალეტის თეატრში რომ მივიდიოთ, თითქმის ყველგან მსოფლიოს ნებისმიერ დიდ ქვეყნებში ჩვენ მიჩვეული ვართ, ხო, დეკორაციებს. უცბად გაქრა, მინიმალიზმშია ყველაფერი გადასულ. მოკლე პასუხი რო გავცე ხელოვნურ ინტელექტს, ალბათ პირველი რაც მომაფიქრდა, გამიჩნდა ეს ფიქრი არის, რომ დეკორაცია დაიკარგა ფინანსებში. სავარაუდოდ
ძირითადად ეს პრობლემაა. თუ აკეთებ, უნდა გააკეთო ხარისხიანი, მე ასე მგონია. თორემ იაფი და უხარისხო დეკორაცია. ანუ მაინც კომერციისკენ არის და ფულთან არის დაკავშირებული. და არა ის რომ ყველას ესე ვთქვათ კონცეპტუალურად მინიმალიზმი აქვს წარმოდგენილი. არა, ხშირ შემთხვევაში ასეც არის ხოლმე. გააჩნია რეჟისორს, გააჩნია სცენოგრაფს და მის პოზიციას. მაგრამ აი ეს ტენდენცია გეთანხმებით ნამდვილად შეიმჩნევა და მე დავამატებდი არა მარტო დეკორაციას, არამედ ეპოქალურ კოსტიუმებსაც მაგალითად. კი ბატონო გეთანხმებით. ბოლო დროს ძალიან ბევრი სპექტაკლი ვნახე. სრულიად სხვადასხვა ეპოქაში მიმდინარეობს მოქმედება და კოსტიუმები არის თითქმის იდენტური, სულ შავი, თეთრი, რაღაცა ისეთი მინიმალისტური ძალიან. არ ვიცი, ეს ისეთი ძალიან დასაფიქრებელი თემა და გასააზრებელი. ნამდვილად ასია. თქვენი აზრი მაინტერესებს კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად პასუხობს დღევანდელობას ქართულ თეატრზე, მოდი ვთქვათ, შეგვიძლია მსოფლიო სხვადასხვა თეატრებთან გავაკეთოთ შედარებას, მაგრამ ქართული თეატრი აი მოუყვეთ იმ პერიოდს, რომელიც ახსოვს ჩვენს წინაპრებს, რომელიც გვახსოვს ჩვენ, კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობას, როცა მართლა აი რაღაცა ისეთი პლიადა იყო წამოსული, შედევრზე იდგმებოდა, შეიძლება ითქვას. რაც დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ასე არ არის, მივიღებ შენიშვნას, რაც დღეს მე მგონია რომ ასე არ არის. თქვენი აზრი მაინტერესებს, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ანუ კრიზისი აქვს დღეს ქართულ თეატრს, თუ ყველაფერი წესრიგშია? არც ერთი და არც მეორე. სადღაც შუაში ვართ. მე ვფიქრობ, აი ხშირად ჩემი სტუდენტების თაობისთვის, ჩემი შვილის და მისი მეგობრების თაობისთვის მithkoms რომ მომიყოლია რომ აი მე რომ ვნახე მაგალითად კავკასიური ცარცის წრე, აი მე რომ ვნახე თემურ ჩხეიძის სპექტაკლი მარადი ქმარი, აი რაღაც მაგალითები მომყავს და მიყურებენ ხოლმე ცოტა ესეთი გაოცებულები, მათთვის ეს არის უკვე ძალიან შორეული წარსული. ანუ ჩემ თაობას და ჩემ წინამორბედ თაობებს რასაკვირველია უფრო მეტად ჰქონდა დიდი ფუფუნება იმ მხრივ რომ იყო არაჩვეულებრივი რეჟისორების თაობა, ავტორიტეტი მსახიობების თაობა, ინდივიდუალური მსახიობების თაობა, აი თუნდაც რუსთაველის თეატრის მსახიობები რომ ავიღოთ, ზოგჯერ გვარის დასახელებაც არ იყო საჭირო, უბრალოდ რომ ჩამოთვლიდი რამაზი, ეროსი, მედეა, ზინა, გვარები არ ჭირდებოდა. თან ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი აწყდებოდა თეატრ, შეიძლება ასე ითქვას. ასე იყო. ტელევიზიაში ზოგი არც ჩანდა, არც შეიძლება ფილმებში ისე არ იღებდნენ, მაგრამ იცოდნენ ყველა მსახიობები. დღეს მე ცოტა შეიძლება ვინმესთვის საწყენი იყოს, მაგრამ მე ასე ვხედავ, რომ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე უნდა გძავნოთ ეს. ცოტა ეს დაგვაკლდა ჩვენ ზოგადად სახელოვნებო სფეროში, რომ ავტორიტეტები წავიდნენ და მათი ჩანაცვლება ახალი ავტორიტეტებით ნაკლებად ხდება. თვითონ შესრულების მხატვრული ხარისხიც რაც იყო ადრე, ის აღარ არის ისეთი. მე ვერ ვიტყვი რომ ეს უფრო დაბალი ხარისხის არის ან რაღაცეთი ნაკლები, უბრალოდ სხვანაირი გახდა. თუმცა არ მოძველდა მაინც აი ეს მეთოდები, რითაც სწავლობდნენ, თუნდაც აი ეს დიდი მსახიობები, შეიძლება რომ დღევანდელ დღესაც იგივე მეთოდებითაც სწავლო? რა თქმა უნდა, ბევრი სიახლე უნდა შემოვიტანოთ და პირველ რიგში ამას ჩემ თავსაც ვეუბნები როგორც პედაგოგს ყოველთვის და სხვა პედაგოგებსაც ვურჩევ ამას. ანუ სწავლის მომენტიც არ არის ისე როგორც უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც იყო ადრე მაგალითად არ ვიცი, მე უბრალოდ როგორც დღეს მოდაშია რო იტყვენ, მე უბრალოდ კითხვებს ვსვამ. აი მაგალითად ამაში ნამდვილად ვერავინ ვერ შემეკამათება, რომ წინათაობის მსახიობებს გაცილებით უკეთესი დიქცია და მეტყველება ჰქონდათ. მათი ხმა ისმოდა ნებისმიერი წერტილიდან. დღეს ყველა ამას ჩივის და ამიტომ მე არ ვარ ერთადერთი ვინც ამაზე ხაზს უსვამ. დღეს ეს დიდი პრობლემაა, მეტყველება გახდა სერიოზული პრობლემა. შეიძლება სულ 5 რიგი იყოს დარბაზში და ძალიან კამერული სცენა იყოს, მაგრამ აქ ხმის სიძლიერეზე კი არ არის პრობლემა, ტექნიკის არცოდნის პრობლემა დგება უკვე. ანუ როგორც ჩანს, უკვე დაგროვდა რამდენიმე 10 წლეული საიმისოდ რომ ვთქვათ, რომ აი მაშინ უკეთესი მეთოდებით ასწავლიდნენ როგორც ჩანს და დღეს რაღაც არის მოსაფიქრებელი, რაღაც არის შესაძლებელი.
აბსოლუტურად გეთანხმებით, რეფორმა ალბათ ყველაფერს ჭირდება. იმიტომ რომ რაღაცა პერიოდში, განსაკუთრებით ხელოვნებას, რაღაცა პერიოდის განმავლობაში, რაც არ უნდა იყოს, ახალი სისხლი აუცილებელი ხდება, რაღაც ახალი მეთოდების მოფიქრება ალბათ აუცილებელი ხდება და არ ღირს ალბათ ჩაციკლა იმაზე, რომ აი ეს ამ მეთოდებით მაგალითად სწავლობდნენ ის დიდი მსახიობები, ახლა აღარ დავიწყებ სახელების და გვარების ჩამოთვალს, მაგრამ ეს იყო მაშინ. ეს იყო მაშინ და თან ჩვენში მაშინ არ შემოდიოდა ბევრი ისეთი რამ, რაც მაშინ ხდებოდა პარალელურად თუნდაც ევროპულ თეატრში, თუნდაც ამერიკაში, ხო? და ეხლა ყველაფერი ხელმისაწვდომია. ეხლა ძალიან ბევრი რაღაც შეგიძლია აიღო, მაგრამ ეხლა უკვე პრობლემა ამის გამოხშირვაც არის. რომელი მაწყობს მე, რომელი მომერგება მე. ამიტომ აი იყო პერიოდი, როდესაც ვიყავით ჩაკეტილები, როდესაც ცოტა დრამატურგია შემოდიოდა, მწირი იყო რაღაცის არჩევანი, ახლა ყველაფრის არჩევანი გვაქვს, ყველაფერი შეგიძლია, ყველაფერი ხელმისაწვდომია, მაგრამ რატომღაც რაღაცა ადგილები არის, ასე ვთქვათ, თუნდაც თეატრალურ ხელოვნებაში, რაღაც ძალიან გვიჭირს მაგალითად დრამატურგიის ნაწილში. კი ბატონო. და მე აქვე მინდა გთხოვოთ, რომ ახლო მომავალში აუცილებლად გვესტუმროთ, რომ ვისაუბროთ თუნდაც დრამატურგიის შესახებ, იმიტომ რომ თეატრი ამის გარეშე წარმოუდგენელია. თემა მართლა ძალიან დიდია, მე ეს თავიდანვე ვერ ამოვწურეთ ნამდვილად. დრო ასე მალე გავიდა. მე ურმესი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ. ანანო მირიანაშვილი გახლდათ ჩვენი სტუმარი, თეატრმცოდნე, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენმა მსმენელმა და მაყურებელმა იცის, რომ ჩვენს გადაცემას ვასრულებთ ხოლმე მუსიკალური ნომრით და თუ რატომ მაინდამაინც ეს კონკრეტული კომპოზიცია, მე მგონი არანაირი კითხვა არ გაჩნდება. ბედნიერ დღეს გისურვებთ, მომავალ სამშაბათამდე.